წარმოგიდგეთ გადაცემას აღმოაჩინე და გაიცანი. მე კი მისი წამყვანი ნათია ვარ პალაძე. დღეს ჩვენი სტუმარი არის ახალი შანსის გამარჯვებული საბა გოგიძე. მიხარია საბა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ. მოდი მაყურებელს გავაცნოთ შენი თავი. მოგესალმებით პირველ რიგში. მე ვარ საბა გოგიძე, 17 წლის, ცხოვრობ ცხეთაში. სწავლობ ცხეთის რაიონის სოფელი საგურამოს მე-11 კლასში ვარ. ხატვა დავიწყე დაახლოებით 3 წლის წინ. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ ასე თუ ისე გამომდის და მინდა რომ გავყვე ამ სფეროს და უფრო მინდა რომ ჩემი ხელნაკეთი ნივთებიც გავიტანო ბაზარზე. იმიტომ რომ მოთხოვნაც მაქვს საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ შეკვეთასაც მაძლევენ. და მინდა რომ დიდი მოგლევა მოგიხადოთ აქ მოწვევისთვის და დაფასებისთვის. საბა, თვითნასწავლი ხარ თუ დადი ხარ ხატვაზე? თვითნასწავლი ვარ, დავდიოდი, მაგრამ თვითნასწავლი, იმიტომ რომ მიაღმოაჩინეს. იმიტომ რომ აქ მაყურებელიც ხედავს, ეს არის შენი ნაკეთობა, რომელიც არც ისე თუ ადვილია თვითნასწავლმა ადამიანმა შექმნას ასეთი ლამაზი ნამუშევარი, ასევე ხატვასაც რაც შეეხება, ხატვაზედაც არ გიგულია მგონი, ხო? ხატვაზე ვიარი დაახლოებით 13 არის. და სკოლაშიც ჩვეულებრივ ხატვის წრეები არის, ალბათ იქ დადიოდი თუ? სკოლაში არის ერთ მეგმასწავლებელი ქვია. და მაგან შემოყარა უფრო ხატვა რა. მე-5 კლასიდან დავიწყე დაახლოებით ის, ანუ და სერიოზულად 3 წლის წინ მოვიდექ ამ სფეროს. უფრო რომელ ჟანრში გიყვარს მუშაობა? თავისუფალი. თავისუფალი თემა. კიდევ რა ინტერესები გაქვს საბა? ინტერესი მინდა რომ არქიტექტურის განხრით წავიდე. რომ ხატაც მინდა, მაგრამ უფრო არქიტექტურა მისდევს. და მინდა რომ ამ სფეროს მოვიდე. ხატვის გარდა მუშაობ, ასე თქვა სკოლაშიც დავდივარ. და ეხლა მინდა რომ მომავალში ხატვაზეც მივიდე, რომ ასე თუ ისე ჩემით მაინც ვერ დავხატავ ისე, როგორც ისწავლე ადამიანი. და მინდა რომ ცოტა დავამოღამო ჩემი ტექნიკით და წავიდე. მე მაინტერესებს ძალიან აი ეს ლამაზი ხელნაკეთობა, რომელიც არის ბევრ სირთულეებთან არის, ანუ როგორ ისწავლეს, ინტერნეტით ისწავლე, აი როგორ მოხდა ამის სწავლა. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სურვილი მაქვს, არ იქნებ პატარა მაგალითი მომცე. TikTok-ზე ვიდეო გაკვეთილები რა, ანუ უდოდეს რაღაცები და მომეწონა ძალიან და ყალიბები გამოვიწერე თაბაში შევიძინე და გავაკეთე, მაგრამ საკმაოდ შემოტევადი იყო თავიდან, იმიტომ რომ ეს ყალიბიდან ამოღების ეტაპი ტყდებოდა, მაგრამ უფრო ანუ პრაქტიკიდან მოდის ყველაფერი და მივხვდი, ხო? იმიტომ რომ ამას გამოშრობა უნდა, ხო, თან. შესაძლოა სწავლას ადამიანს ზოგადად. კი ბატონო, და ძალიან საინტერესო არის, როდესაც შენ თვითონ შენი ხელებით ქმნი რაღაც. და იმას შეკვეთასაც ვერ გაძლევენ და შენახელას აფასებენ ამ ეგრეთას. და შენი შეკვეთები სად შეიძლება რომ შევიძინოთ? ასეთი ჯგუფი მაქვს, ქვია თაბაშირის ფერადები, მანდას და ასევე საბა გოგიძე ვარ Facebook-ზე. და ზოგადად როგორი ნამუშევრები არის? ანუ შეკვეთის დამიხედვით არის? შეკვეთის დამიხედვით არის, მაქვს გვერდზე დადებული სურათები და სადაფეროში ვაკეთებ თეთრში, აფროსიმიტაციით და ეგეთი სამამზით. დამხმარე ხო არ ყავს ვინმე? დამხმარე ყავს. მანდ ჩემი ხმარება, ჩემი ძალი. ანუ შენი პატარა ბიზნესი გქონია? კი, ასე იქნება. შენ სამომავლო გეგმებზე? კი, როგორც წერან თქვი, მინდა რომ არქიტექტურის განხრით ჩავაბარო და მეტი გეგმა არ მაქვს. ანუ მიზანი არის რომ გახდე არქიტექტორი. კი, საკმაოდ კარგი. დამილოცნია ჩემო კარგო შენთვის გზა და გისურვებ წარმატებას და ძალიან ბევრი გამარჯვებები გქონებოდეს ცხოვრებაში. სანამ მეორე სტუმარს გაგაცნობთ, დავათვალიეროთ საბას ნამუშევარი.